ნიკა გვარამია დაკავებულია კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი გარკვეული პროცედურების გასავლელად ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ, რის შემდეგაც უკვე რუსთავის საჯარო აღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ. საუბარია დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. რუსუდან ლოლაძე შემოგვიერთდება ამ თემით ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. რუსტან გისმენთ. დიახლიზა ნიკა გვარამია ზუსტად 5 წუთის წინ შეასახლეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ზუსტად 5 წუთის წინ გაიარა აქ ავტომობილმა პენიტენციური დაწესებულები, სადაც ნიკა გვარამია იჯდა და ის შეასახლეს უკვე დაწესებულებაში. დაახლოებით 9 საათის წინ კი აქ იმყოფებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მათ მოსამართლის განჩინება გააცნეს ნიკა გვარამიას, ხელბორკილები დაადეს, მოხდა მისი იდენტიფიცირება და გადაიყვანეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში და როგორც პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, იქ მოხდებოდა შემდეგ შესაბამისი პროცედურების გავლა და სწორედ ამ პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც გითხარით, ნიკა გვარამია უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. თავად გვარამია საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ის დილიდან პირდაპირ წამოვიდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. მან განაცხადა მედიასთან, რომ ზუსტად იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე და ხელბორკილებით აქ მოსვლას ამჯობინა, რომ თავად მოსულიყო. გვარამიამ თავად დაურეკა საპატრულო პოლიციას 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ იმყოფებოდა მე-12 დაწესებულებაში და მომხდარიყო მისი დაკავება. რამდენიმე წუთში მართლაც გამოჩნდნენ აქ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შეადგინეს შესაბამისი ოქმი მოსამართლის განჩინების გამოტანის შემდეგ კი აქ უკვე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და როგორც გითხარით, ნიკა გვარამია გადაიყვანეს ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი შეასახლეს მე-12 დაწესებულებაში. დღის განმავლობაში გვარამიასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მისი მეუღლე იმყოფებოდა აქ, ადვოკატები და ასევე მისი თანამოაზრეები. გვარამიას საქმის პატიმრობის გადახედვა მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა გვარამიამ მასზე დაკისრებული გირაო 30,000 ლარი არ გადაიხადა, მას 50 დღიანი ვადა ჰქონდა, 7 ივნისს ამოეწურა ვადა ამ გირაოს გადახდის და შესაბამისად პროკურატურა მიმართა სასამართლოს ახმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით და ეს ახმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. თქვენს მიმართ აკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა უფრო კაცი აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობით. აღნიშნული შესაბამისად ბატონო ნიკა თქვენ დაკავებულებით საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 359 მუხლის თანახმად. თქვენ გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლება, დუმილისა და კითხვების პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, დიახ, უფლება არ დაიბრალო დანაშაული, ყველაფერი რასაც იტყვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ. ხოთ დაადოთ ხელმოკლები. თქვენ ახლა კაცი ხედავთ, ნიკა გვარამიას ადებენ ხელბორკილებს, მას დააკავებენ, შეიყვანენ ახლა მე-12 დაწესებულებაში. ოლიგარქია უნდა დაემხოს. დიდება საქართველოს. ეხლა გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. პოლიციის სამმართველოში? გარკვეული პროცედურების მე-12 დაწესებულებაში მოიყვანეს. კი ბატონო, მე-12 დაწესებულებაში. ჩვენ უკვე დიდი ხანია ესეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ აქვს მნიშვნელობა სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით ციხეში, გარეთ, საზღვარგარეთ თუ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ნიკასთან და სხვა პატიმრებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომელსაც ეს უნდათ და ვისაც ეს არ უნდა და ვინც ვერ ხვდება, რომ გუშინდელი მათ ეს განაჩენით ქვეყანას გამოუტანეს განაჩენი, ისინი იქნებიან სიბნელის უბსკრულში და არა ეს პატიმრები, არა ნიკა და არა სხვა ბავშვები, ვინც ახლა სასჯელს სრულიად უსამართლოდ იხდიან. ნიკა გვარამია მიუღარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე, სიმართლე რო გითხრათ, მეც სიამოვნებით შეუერთდებოდი მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ მე ჩემი ფუნქციებიდან გამომდინარე იძულებული ვიყავი, რომ ყოფილიყავი აი ამ შენობაში გადაწყვეტილების მიღების დროს. ცხადია, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ეგრეთ წოდებული მოსამართლე ჯვევენ აჭყებიას მიერ, რაც შეეხება ინფორმაციას თავად მოსამართლესთან დაკავშირებით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს მოსამართლე არის ნასამართლევი წლების წინ სამსახურებრივ დანაშაულზე და ბუნებრივია ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის არის იდეალური, იმიტომ რომ მას
მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსული მითითებების შესრულებას და იქნება ბრმა და უსიტყვა აღსრულებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა გვარამიას ბრალი წარდგენილი აქვს 359 მუხლით, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის უგულვებელყოფას გულისხმობს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დაბარებული იყო ახსნა განმარტებების მისაცემად, თუმცა მან საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება 1 წლით ვადით პატიმრობით, ჯარიმით და ასევე სამსახურეობრივი თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვით. მადლობა რუსტენ ლოლაძე იყო პირდაპირ ეთერში.